Losat ყველას ის სიყვარული მინდა რომ შეგეცილ დღევანდელი ლოცვის მადლი წინის მადლი. და მოიპოვოთ მეტი შინაგანი სიმყარე ლოცვით. რომ ლოცვით მოდის ეს ადამიანის შინაგანი სიმყარე, რომელიც ესე გჭირდება. ეს შინაგანი სიმყარე სიმტკიცე არის ბუფერი, ზუსტად ეს ტექნიკური ტერმინი ვთქვა, ჩვენს შინაგან სამყაროსა და გარეგან აგრესიულ გარემოს შორის ბუფერია, დამცველია. ეს შინაგანი სიმყარე. წმენა რომ აქვს ადამიანს, ეს უდიდესი ფილტრია, უდიდესი დამცველია იმ სულიერი ემოციონალური და ხორციელი ტოქსინებისაგან, რომლებიც შემოდის გარედან. წმენა, იმედი, სასუება და სიყვარული. ეს ისეთი ბუფერია, ტექნიკურ სიტყვას ხმარობ, ისეთი დამცველი, ისეთი ფილტრი, ესეთი შემარბილებელია გარედან მოქმედი სულიერი ემოციონალური თუ ხორციელი შხამებისა და აგრესიისაგან დამცველია. რომ საოცარ დაცვას აძლევს ადამიანს საოცარ ამორტიზაციას, ასე ვთქვათ. ვარ დაინგრეს და დაიშალოს მისი სულიერობა. ეს წინააღმდეგობები, რა თქმა უნდა, ანტინომიები შეიძლება ანტინომიად მოიხსენიოთ. ზოგიერთი წინააღმდეგობა პირიქით შემამსუბუქებელი გამოდის, ზოგიერთი ბრძოლა პირიქით გამოდის მასწავლებელი და უფრო მეტად ჩვენი გამაძლიერებელი პარადოქსია, ხო? რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფილოსოფოსის შედარება მახსენდება, როდესაც ფრინველი მტრედი ფრინავსო და მიფრინავს თავის სიჩქარით. თითქოს წარმოიდგენს ადამიანი, რომ აი უჰაერო სივრცეში რაჩქარა იქფრენდა, როგორც სწრაფად იფრენდა, ჰაერი რო არ იყოს, ალბათ უფრო საერთოდ აზრის სწრაფად იფრენდა ეს ფრინველი მტრედი და ამდენს მე სხვა ფრინველი, მაგრამ როგორც კი გაიხსენებ, რომ ფრინავს იმიტომ, რომ ზუსტად ჰაერი არსებობს. ჰაერის წინააღმდეგობის ზალა რომ არა, ჰაერის წინააღმდეგობის ხახუნის ზალა რომ არა, საერთოდ საფრენი აპარატებიც არ იქნებოდა მუშაობაში. იმიტომ რომ ეს ზალა, ჰაერის წინააღმდეგობის ზალა არის ის ამომგდების ზალა, რომელიც ზევით წევს და რომელიც ზევით ფრენის მიმართულებას აძლევს მას. უჰაერო სივრცეში უბრალოდ დაეცემოდა. როგორც თქვა, იმიტომ რომ უჰაერო სივრცეში კაცობდნენ გალილეო გალილეის ექსპერიმენტი, ყველაფერი ერთნაირად ვარდება, ერთნაირი ჟეაჩქარებით ვარდება. კაცობდეს. რატომ? იმიტომ რომ უჰაერო სივრცეში შეუძლებელია ხახუნის გარეშე ფრენის ვთქვათ ფაქტი. ხო, ის სხვა ფრენა, როდესაც უჰაერო სივრცეში გასული ორბიტაზე გასული კოსმოსური ხომალდები მოძრაობენ, ის პირველი, მეორე, მესამე და ამ შემდეგ კოსმოსური სიჩქარეებს უკვე აკრიფავს დედამიწაზე და ამ შემდეგ ეხა ეს დიდი თემაა. მაგრამ თვითონ ეს ფაქტი, რომ იმიტომ ფრინავს ფრინველი, რომ მას ეს ხახუნის ზალა ჰაერთან შეხების წინააღმდეგობის ნაკადი რომ მოდის, ეს აძლევს მას ზალას ფრენისა, ეს აძლევს მას ზეახსვლის და გახსოვთ, როცა გაშვირიფტებით ალბატროსი ან რომელიმე სხვა დიდი ფრინველი, არწივი ან შემდეგ რო იწევა ფრთებსაც არ ამოძრავებს, პატარაზე შეტოკებას, პატარა კორექციას აკეთებს. ჰაერის ნაკადი თვითონ როგორ მოქმედებს, რო უყურებ ხოლმე ესე რომ ნელა რო ფრინავენ ეს და ზევით ესე ფრთებსაც არ ამოძრავებს, ცოტაც შეატოტყანებს და აიწევა ჰაერში ესე ბძნულად და ზევიდან იყურება. რა სილამაზეა, ხო ეს საოცარი ფრინველები, ეს დიდი ფრინველი რო არის, ამხელა ფრთები აქვს ეს ამ ალბატროსს და ამ იმას, ამ დიდ არწივებს. ეს დიდი არწივები რო არ აქვს სახელი არ მახსოვს, დიდი ჯიში რო ესეთი რაღაც საოცარი ისა ძალა ფრთებში. და როგორ იყენებს ამ ჰაერის ნაკადს. აქედან გადაიღეს მე, ხო, კაცობრიობა აქედან გადაიღეს ფრენის გამოიგონეს ისტორიას. და ეს რომ ნაკადი რომ მოდის და ფრთებსაც არ ახახუნებს, ისე არ ამოძრავებს, ის აიტაცებს ეს ნაკადი და ადის ზევით. მერე დაეშვება ესე რომ უყურებ, მერე კიდევ რაღაც ახალ ძალიან ეკონომიურად ხმარობს თავის ძალას. რო უყურებ გიკვირს და სილამაზეს და საოცარ მოძრაობას შურით უყურებ ხოლმე, შენს გინდა რომ მას შეუერთდეთ ესე რაღაც ერთად იფრინოთ, ერთად აიწიოთ ჰაერში, როგორი საოცარია. აი სიზმარში ვისაც უფრენი აქვს უსაბაც, სიზმარში ბავშვობაში ან მერეც რო აიწევი ჰაერში, გახსოვთ ყველას ბევრს გონია გით სიზმარში, მეც გონია ბევრს. რომ აიწევი რაღაც თავი ფრინველივით რაღაც. არა ეს საოცარი შეგრძნებაა თვითონ, რაღაც საოცარი ჩვევა. ერთ-ერთი მიზანი ამობს, რომ რა თქმა უნდა ჩიტიეკი ამბობს ადამიანზე, რა თქმა უნდა
შენ ჩემზე ჭკვიანი ხარ, რა თქმა უნდა შენ ჩემზე დიდი ხარ, რა თქმა უნდა შენ ჩემზე ძლიერი და მოხერხებული ხარ, მაგრამ ერთი უპირატესობა და განსხვავება ჩვენ შორის მე ფრენა შემიძლია. ამ ხელა უპირატესობა არა. ამიტომ ეს საოცრება არის და ზუსტად ეს არის ნაკადი როგორც ჩვენც ასევე ეს ბრძოლები, წინააღმდეგობები ამ სოფელთან როგორც არის ნაკადი ესე უნდა გამოვიყენოთ და ავიწიოთ ჩვენს და აღმახდეთ ამ სოფელზე როგორც ლოტოსის ყვავილი არის წყლის ზედაპირზე ულამაზესი არ იძირება არ ეხება მას წყალი შრალი რჩება მაგრამ მომავალ დროს არის ბაზე როგორც არის ჭაობზე ფლეშები ლოტოს სხვა წნა გარინდულ ესე ვთქვათ ზედაპირზე წყლისა საოცრებაა ეს ზეციური რეალობების ხილული გამოვლინებებია რომლებიც არც ფარგლით, არც სახაზავით არ გაიზომება. ესენი ყველაფერი უნდა შეიგრძნო, მთელი შენი არსებით უნდა შეიგრძნო. მექანიკური კანონებით ხო ვერ ახსნით ცხოვრებას. ღმერთის არსებობას, როცა ცდილობდნენ მათემატიკური კანონებით, მექანიკური იყო ეგეთი მიმდინარეობებიც, ხა დიდი თემა დავიწყებ ამ შესაძლებლობას. მექანიკური, ასე ვთქვათ, დამამტკიცებელი საბუთები ღმერთის არსებობის და დამამტკიცებელი ხუთი ისე ვთქვათ დამამტკიცებელი ღმერთის დამამტკიცებელი ხუთი დებულება და ამ შემდეგ კიდე მე-6 კანტმაც გამოდის შემდეგ ესენი რომ იყო გასაგებია მაგრამ მექანიკური წესებით და მექანიკური ისე ვთქვათ კანონებით ვერ ახსნის ზეციურ რეალობას ამ ასე ვთქვათ შტანგერ ფარგალით ვერ გაზომა სასუფეველს ათას და მის ჭეშმარიტებას და რეალობას არ შეიძლება რომ ამით იმჟებო ზეცაზე მაგრამ მიახლოებით მაინც მიგითითებს. იმიტომ რომ ხილული გამოვლინებულია უხილავის მიერ. ანუ უხილავია პირველადი რეალობა. და ის გამოვლინება არის ხილული იმ სრულყოფილებისა, რაც ღმერთმა შექმნა. და გარკვეულად აი ეს ყველაფერი ჩვენ წმენა, იმედი და სიყვარული გვიმსუბუქებს ამ ბრძოლებში ცხოვრებას, გვიმსუბუქებს ამ მძიმე ეგზისტენციაში, ამ ეგზისტენციალ სიმძიმეს გვიმსუბუქებს ჩვენ და ამ საშინელებას, რაშიც ცხოვრობთ, მიწიათ პოსტსაბჭოთა სივრცეში, მაგრამ რა ვქნათ? გვამთლიანებს წმენა, მართლმადიდებლური სარწმუნო გვამთლიანებს. უამრავი ბზარი, უამრავი დაზიანება, უამრავი შემოდის რაღაცა ადამიანში ნეგატივი, მაგრამ ეს ბზარი დროზე უნდა გაამთელოს ზიარებით, ახსარებით, ზიარებით და ეკლესიური ეს თქო საიდუმლოებით. თორე ეს ბზარი მე შეიძლება უფსრულად იქცეს, გახსნათ პირი. ამიტომ დროზე უნდა გაამთელოს ის ბზარი. იქიდან იქ შეიძლება მე ისეთი ქიმერები შევქმნას, რომლებზეც ახლა ნეგატივზე აღარ დავიწყებ ლაპარაკს, რომ რაღაც მაინც არ გვაქვს ესედაც ნეგატივი ამ ცხოვრებაში და მოდით პოზიტივზე დადებითზე ვისაუბროთ. როცა ფუნდამენტი მყარია, ადამიანის ცხოვრებას მყარია და ეს შინაგანი სიმყარე შევინარჩუნოთ. თორე ფუნდამენტში თუ გაჩნდა ბზარი, ნენელა წავა და ჭერამდე ავა აუცილებლად. ის დროზე უნდა შველა იმას. თორე მე დიდ უფსკრულად იქცევა. და ამიტომ მინდა აი ამ მართლმადიდებლური სარწმუნოების დოქტრინის ფასეულობათა ათვლის სისტემაში ვიყოთ, ამაში ვიყოთ. და მაშინ ჩვენ ყოველთვის გზახს მიგვექნება და ნებისმიერ დაბრკოლებას გადავლახა და როგორც ვახშით ეს შინაგანი სიმყარე, ეს სტატუს კვო ნებისმიერ წინააღმდეგობას გადაგვალახინებს. ამ ფრთებით, რო იტყვიან, ამ ფრთებით, რადგან თავიდან ფრთებზე და ფრინველებზე დავიწყე საუბარი, ამ საოცარი ძალით, სარწმუნოებით და სასოებით უნდა სარწმუნოებით და სიყვარულით, სოდნით და წმენით, რომელიმე ნებისმიერი ორივე პოლუსი რო არის, გონებით, განწმენდილი გონებით თუ განწმენდილი გულით, სულით თუ ხორცით, მარჯვენა სულიერი ხელით თუ მარცხენა სულიერი კიდურით, ასე ვთქვათ, ხო, სიმბოლურად ვთქვათ, ამ ორი ფრთით ყველა უფსკრულს გადავლახავთ. იმ ყველა უფსკრულს, რომელსაც ჩვენ ეს ცხოვრება გამოწვევის სახით გვაძლევს, რატომ დაშვებულია ეს, რათა უფრო გავწდიერდეთ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ დაცათმურში, არც რაღაცა რეზერვაციაში, არც რაღაცა ასე ვთქვათ, ტექნიკურ იზოლაციაში და სტერილურ ცხოვრებაში ვართ და ესე ბუნებრივად ღია სისტემა ადამიანი. და პროგნოზირებული არასდროს არ არის. შინაგანი სამყაროც კი არ არის პროგნოზირებული და მასში ცვლილებები ხო ჩვენი რამდენი რამე შემოდის მარხვის თუ მარხვაში თუ მარხვის მერე აზრი, ბრძოლები, აზრობრივი, მენტალური, ემოციონალური ხორციელი ათსნარი შემოდის ათსნარი ქაოსი და ენტროპია, მაგრამ
ყველაფერი ამისად დაზღვეული იქნება, თუ ჩვენ სულიერ წონასწორობა შევინარჩუნოთ და ამ სიმყარეს გისურვებთ და მადლი ყოველთვის თქვენ გზას გიჩვენებთ. მადლი უფლისა, დღისით და ღამით, ყოველ მეხსოვრ გაელვებაში ჩვენი ცხოვრებისა. მადლი უფლისა ჩვენს იესო ქრისტეს სიყვარული თქვენ ყოველთა თანა. ამინ.